ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ჩაუტარდა გამოკვლევები, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და უგრძელდება ჯერჯერობით დაკვირვება და მკურნალობა. შეხლა შემოხლა რომ დაიწყო ამ ჩემს მარჯვნივ აღმოჩნდა ხალხი და ჩემს მარცხნივ პოლიციელები. ამ დროს მე დავიწყე უკან დახევა, ანუ რო არ მოვყოლოდ და ამ მომენტში ხდება ფეხი მარცხენა მხარეს პოლიციელებისგან ერთ-ერთისგან. სახეზე ვერ დავინახე, იმიტომ რომ ბევრი იყვნენ. აშკარა არის აქ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლი დაჯადია და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.